მოგესალმებით, თქვენ უსმენთ ჩვენს პოდკასტს. მარტოსულობა თანამედროვე ციფრულ ეპოქაში. როგორ გვაშორებს ტექნოლოგიები ადამიანებს მიუხედავად იმისა, რომ გვაერთიანებდეს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ციფრულმა ტექნოლოგიებმა ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შეაღწია. კომუნიკაცია გახდა უფრო სწრაფი, ხელმისაწვდომი და ეფექტური. სოციალური ქსელები, მესენჯერები და ვიდეოზარები დღევანდელი ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად იქცა. და მაინც, რაც უფრო კომფორტული ხდება ციფრული კომუნიკაცია, მით უფრო იზრდება მარტოსულობის განცდა ადამიანებში. პარადოქსულია, რომ მაშინ, როდესაც ადამიანები ტექნოლოგიების მეშვეობით თითქოს მუდმივად არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან, რეალური ურთიერთობა მაინც აკლიათ. ამას ადასტურებენ კვლევებიც. ბოლო წლების განმავლობაში გლობალურ მასშტაბზე მარტოსულობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. თუ ადრე ადამიანური ურთიერთობები რეალურ შეხვედრებს, გულწრფელ საუბრებსა და ემოციურ კავშირს ეფუძნებოდა, დღეს ისინი სულ უფრო ხშირად იცვლება სწრაფი და ზედაპირული კონტაქტებით. სოციალურ ქსელებში ლაიქი მეგობრობის სიმბოლოდ ითვლება, ხოლო ერთი სიტყვით დატოვებული რეპლაი ღრმა ურთიერთობის ილუზიას ქმნის. სინამდვილეში კი ეს კავშირები მხოლოდ მოჩვენებითია, მყიფე, დაუფასებელი და ხშირად გაუცნობიერებელი. ციფრულმა სამყარომ შექმნა სოციალური ფასადი, სადაც ადამიანები საკუთარ ცხოვრებას სრულყოფილად წარმოაჩენენ. ამ პირობებში სხვებს უჩნდებათ განცდა, რომ მათი ცხოვრება არასაკმარისია, რომ ვერ ეწევიან სხვების წარმატებას. ასეთი მუდმივი შედარება კი ადამიანს განაცალკევებს საკუთარ თავთანაც და გარემოსთანაც, რაც ხშირად იქცევა ფსიქოლოგიური იზოლაციის მიზეზად. გარდა ამისა, ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად ცვლიან ოჯახურ ურთიერთობებსაც. ხშირად, როცა ადამიანები ერთ ოთახში იმყოფებიან, ისინი თავიანთ ტელეფონებსა და ეკრანებში არიან ჩაფულნი და ერთმანეთთან პრაქტიკულად აღარ საუბრობენ. ეს ქმნის ფიზიკურ სიახლოვის და ემოციურ დაშორებას შორის მკვეთრ კონტრასტს, რაც საბოლოოდ ზრდის მარტოსულობის განცდას. თუმცა ციფრული ტექნოლოგიები არ არის პრობლემა თავისთავად. პრობლემა იმაში მდგომარეობს, როგორ ვიყენებთ მათ. შესაძლებელია ტექნოლოგიის გამოყენება კავშირის გასამყარებლადაც, თუ კი მას მეტი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მოვეკიდებით. რეალურ ურთიერთობებს, ადამიანურ სითბოსა და გულისხმიერებას ვერანაირი ალგორითმი ვერ ჩაანაცვლებს.